პირველ რიგში მე აუცილებლად მინდა ვისაუბროთ ასევე იმ მოვლენებზე, რაც ვითარდება სტრასბურგსა და ბრიუსელში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის მჭიდრო კავშირში. სტრასბურგიდან კომისიამდე, პრინციპში იქაც სპიკერი იყო წულუკი. რა ვნახეთ და რას ხედავთ იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარეობს შეთქმულება და ამ შეთქმულების მთავარი განმახორციელებლები არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები. ეს შეთქმულება რომ გადაფარონ და როგორმე გაანეიტრალონ ის ადამიანები, რომლებიც ვხედავთ, ვამხელთ და ვიბრძვით ამ შეთქმულების წინააღმდეგ, ისინი აგრძელებენ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმების გამოყენებას, მათ შორის არის ახლა ეს კომისიაც, რა თქმა უნდა, როგორც სამართალმცოდნე ვიტყვი, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე, თუ ის მართლაც საპარლამენტო კომისიაა, ადამიანი უნდა გამოცხადდეს, მაგრამ ეს არ არის საპარლამენტო კომისია, ეს არის წულუკიანის პარტიული კომისია, რომლის წინაშეც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ გამოცხადებას. და აქვე მინდა ვუთხრა, რომ ქართულმა ოცნებამ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ნახა, რომ არც მამუკა ხაზარაძეზე, არც ბადრი ჯაფარიძეზე და არც ლელოს სხვა ლიდერებზე, არც მოთაფვლის და არც შეშინების მცდელობები არ მუშაობს და კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ თუ აქამდე ვერ გაიგეთ, ახლა მაინც გავუსწორეთ რეალობას თვალი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დავშინდეთ, ან არ ვაპირებთ მოგეყიდოთ მისამართი გეშლებათ ამჯერადაც და ეს რა შეიძლება იყოს ივანიშვილის მიზანი დაჭერა არ ვიცი აი ამ მორიგი გაზაფხულის წინ რომლისაც ასე ეშინია ქართული ოცნების წევრებს პროტესტის ზრდასთან ერთად ამ ხალხის ვერ გაჩერების პარალელურად რაღაც ტყვეებით ბაზრობა და ვაჭრობა გამართოს ეს არის ივანიშვილის ტრადიციული ხელწერა. ჩვენ ვითარებაში ვართ მე თქვენი ეთერის მეშვეობით მინდა მივესალმო და სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა დაუფიქსირო რეჟიმის ყველა ტყვეს, რომელიც იმყოფება საპატიმროში და იმედია, რომ აქვთ შესაძლებლობა ტელევიზორით მაინც გაეცნონ მოვლენებს და ასევე მათი ოჯახის წევრებს. ანუ რას აკეთებენ ისინი? მათ აქვთ ძალიან კონკრეტული განზრახვა, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ ჩამოაშორონ ევროპულ ორბიტას და გადააქციონ რუსეთის საბოლოო გავლენის სფეროდ. ამის ყველა ხილება და ყველა მტკიცებულება უკვე ძალიან თვალნათელია, მაგრამ ამ ქვეყანაში არის ასობით და ათასობით ადამიანი, რომელიც არ მიყვება მათ ამ გეგმაში, რომელიც ეწინააღმდეგება ამ გეგმას. მათ შორის არის ჩვენი პარტია, ხო, ჩვენი პარტიის წევრები ახლაც საპატიმროში სხედან, ბატონი კასრაძე და ბატონი კაძელაშვილი და არაერთი სხვა ადამიანი, ხო, რომელიც არ მიყვება მათ ამ გასაბჭოების ამ გეგმაში. და იმიტომ რომ ვერ მოისყიდეს ეს ადამიანები, ვერ დააშინეს ეს ადამიანები, ახლა გადადიან რეპრესიებზე. ეს არის ამოცანა. მაგრამ ამ რეპრესიების, მათ შორის რეპრესიული კანონების, რეპრესიული სასამართლო პროცესებიც კი აღარ ქვია ამას, რაც სასამართლოში მიმდინარეობს. ეს ხო სასამართლო არ არის. სასამართლო ქვია იმ ადგილს, სადაც გვხვდება მოსამართლე. აქ ჩვენ გვხვდებიან რეჟიმის ჯალათები, რომელთა გამოსარწმუნებლადაც მათ გამოიყენეს ყველა რესურსი. სხვათა შორის ამ კომისიაზე მინდა მაინც ყოველი შემთხვევისთვის გავიხსენოთ თუ ვინმეს დაავიწყდა. ესე იგი, ასეთი განულება ადამიანის და თვითაღიარებითი ჩვენების დაწერინება, რომ ის არის სრული კრახი, რასაც ახლა ივანიშვილი უკეთებს წულუკიანს, ისტორიაშიც იშვიათად მოიძებნება. ესე იგი, შეაქმნევინა კომისია და ზის ამ ვითომ კომისიის ხელმძღვანელად და ამით რას ამბობს, რომ ზუსტად ის სფეროები, რომლის რეფორმა და ეფექტური საქმიანობა იყო პირადად წულუკიანის პასუხისმგებლობა. ჩაფლავებულია. ანუ ნახეთ, საგამოძიებო კომისია როდის არის საჭირო და რატო არის საჭირო? როგორც წესი საპარლამენტო რესპუბლიკაში საგამოძიებო კომისია ეს არის ოპოზიციის ინსტრუმენტი და არა ეგრეთ წოდებული მმართველი პარტიის. იმიტომ რომ ოპოზიციას სხვა ინსტრუმენტი გამოძიების არ აქვს. საგამოძიებო ორგანოები ყველა შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზედამხედველო ორგანოები, სასამართლო, უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული ყველაფერი ქართული ოცნების ხელში იყო 13 წელი. და სად იყვნენ? რატომ არ გამოიძიეს ერთ-ერთი საქმე? სხვათა შორის, განა ეს საქმეები, რაც ვიცით ყველამ, ხო, ეხლა მე მუშაობდი ამ სფეროში და ძალიან ბევრი უსამართლობაა ჩადენილი. და ამ უსამართლობების გამოძიების და სისტემის გასამართლიანების დაპირებით მოვიდნენ ისინი 13 წელი.
ამ ტიპის კომისიის წინაშე ახლა წულუკიანი თავმჯდომარე უნდა იჯდეს კი არა. პასუხს უნდა სცემდეს კითხვებს, ვისი დავალებით არ შეცვალა მან სისტემა, ვისი დავალებით დატოვა მან იგივე რეპრესიული პროკურატურა და რუსეთის ჩინჩალაძის სასამართლო. თვითონ უნდა სცემდეს გამოძიებას, პასუხებს იმ სისტემური შეთქმულებისთვის, რომელს შედეგებსაც ახლა ხედავს მთელი საქართველო, რომ მოსამართლე არ არის ამ ქვეყანაში, რომელიც სამართლიან სამართლოს. ხოჭერს მამუკა ხაზარაძე მიუთითა მისამართი დღეს მას, რომ დაიწყეთ ბიძინა ივანიშვილი, ვინც აფინანსებდა წინა ხელისუფლებას 7 ნოემბრის შემდგომაცო და ასევე მიუთითა მოსამართლეებზე, პროკურორებზე, რომლებიც გადაპორტირდნენ უბრალოდ ივანიშვილის რეჟიმის სისტემაში. ნამდვილად, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე არის ხა ივანიშვილის დანაშაულები, რა თქმა უნდა, ივანიშვილი გასამართლდება და აუცილებლად გასამართლდება შეთქმულებისთვის ამ ქვეყნის წინააღმდეგ და გასამართლდება აი სამშობლოს ღალატის მუხლს რო ამატებენ ახლა სხვათა შორის ეს არ არის ახალი თემა რუსული კანონის განხილვის დროს წამოიძახა ტრიბუნიდან დინარაძემ და მე მაშინვე ვუთხარ იმას რომ პირველი თქვენ გასამართლდებით ამ მუხლით ამიტომ კარგია ეს მუხლი რომ დაბრუნდება ზუსტად ამ მუხლით უნდა გასამართლდნენ ეს ადამიანები იმიტომ რომ რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ანუ ეს დაჭერები, მუქარები, ეს კომისიაც, ეს ყველაფერი არის ფასადი, რომელიც თვითონ საბოლოო ამოცანა რა არის. საბოლოო ამოცანა არის, რომ ამ ფასადის მიღმა ეს შეთქმულება შედგეს და როგორმე ეს ქვეყანა გადაუფორმონ რუსეთს. თავარი საკითხი კიდევ, რატომ არის ხაზარაძე მათთვის რატომ გახდა ის ასეთი საშიში და მიუღებელი ფიგურა. იმიტომ, რომ აი ამ პროცესში ხაზარაძე და ჯაფარიძე იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც განიძრახეს საქართველოსთვის მიეცათ საუკუნის პროექტი, ანაკლის პორტი, რომელიც ჩაშლიდა რუსეთის გეგმებს ამ ქვეყანასთან მიმართებაში, რომ მუდმივად რუსეთზე დამოკიდებული და რუსეთზე მიბმული იყოს ეს ქვეყანა და თავისი თამაში არ ქონდეს, თავისი გეოპოლიტიკური წონა არ ქონდეს. აი ამას ისახავდა ანაკლის პორტი მიზნად, რომ საქართველოს ქონოდა თავისი უსაფრთხოების და თავისი გეოპოლიტიკური წონის გარანტიები. და ასევე რა თქმა უნდა იქნებოდა უმნიშვნელოვანესი ეს პროექტი აფხაზებთან შერიგების პოლიტიკისთვის და საქართველოს გამთლიანებისთვის, ხო? ანუ ანაკლია კვლავ ეს თემა მით უმეტეს შეერთებული შტატების მხრიდან ასო აქცენტირება იმ საკითხის, რომ ჩინური გავლენები პორტებზე უნდა შემცირდეს და რა თქმა უნდა ეს თემა ეჭხირებათ მათ ძალიან ყელში, იმიტომ რომ მართალია გააჩერეს ეს პროექტი, მაგრამ ჩუმად ეს ვერ მოახერხეს. სხვათა შორის ისევ იმიტომ, რომ ამაზე საჯაროდ ისაუბრა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. ახლა კიდე ერთხელ ვიტყვი, ჩვენზე არ არის მათი კერძო საქმე და არც მხოლოდ ჩვენი პარტიის. ხო, უბრალოდ მაინც ვიტყვი, რომ მამუკა ხაზარაძე არის ის ადამიანი, რომელიც ორჯერ იქნა არჩეული პარლამენტის წევრად, რაც მას ანიჭებდა იმუნიტეტს და ამ ადამიანმა თავისი განცხადებით და თავისი გადაწყვეტილებით ორივეჯერ დათმო ეს იმუნიტეტი. იმიტომ რომ მარტივად დაიჭერს ივანიშვილს ეს მორალური კატეგორიები არა აქვს. შიში რო ქონოდა რომ ქონოდა ხაზარაძეს ან რომ ექვემდებარებოდეს ამ ტიპის ძრახობს, რა თქმა უნდა ის ისევე როგორც ვხედავთ ახლა ოცნების ხალხს ხო შეაფარებდა თავს იმუნიტეტს და როგორმე დალაგდებოდა, როგორც ვნახეთ ჩვენ არაერთი ადამიანი, რომელიც წავიდა პრინციპებთან კომპრომისს. კი ბატონო, მე მაინც მინდა ვიკითხო ერთხელ ვიტყვი, მისამართი ეშლება. კი ბატონო, პოლიტიკური პროცესების დამძიმების მოლოდინი, იმიტომ რომ ეს არის სცენარი, რომლითაც მინდის ხოლმე ავტორიტარი ხელისუფალი, პოლიტიკური ლიდერი ციხეში და კიდევ უფრო რთული ვითარება რუსეთში არის ეს რეალობა, ხო? შესაბამისად, არის თუ არა ეს ის ფაზა, როცა ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკური ლიდერების საკნის მიღმა, ანუ გისოსებს მიღმა გამწესება, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ამ ტალღის დასაწყისია, იმიტომ რომ მამუკა ხაზარაძე არ არის ერთადერთი და ბადრი ჯაფარიძე ვის ამ კომისიაზე დაიბარეს. სია ხვალინდელიც და ზეგინდელიც და არ გაუჭირდებათ მიიწვიონ ყველა, ვინც პროტესტს გამოხატავს ამ ქვეყანაში და ვისაც ხალხის მანდატი აქვს არჩევნებში მიღებული, რომ მართოს ეს ქვეყანა, მაგრამ ივანიშვილმა მიიტაცა ეს შედეგები. ნამდვილად, სოფო, ჩვენ რომ ცხოვრობდეთ ქვეყანაში, სადაც თუნდაც ნაწილობრივ კანონი მუშაობს, მე როგორც სამართალმცოდნე მიპასუხებდით, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ქვეყანაში, სადაც გაუქმებულია კონსტიტუციის და კანონის მოქმედება, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის შესაბამისად გამორიცხული, მაგრამ თავარი ამოცანა არის რა. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული ამ ბრძოლის სიმძიმე, რომელშიც ვართ არაერთი წელია
და მისი ამოცანები და მიზნები. ამიტომ ბრძოლა ახლა რამ მე ერთ-ერთ ესში ძალიან ღიად თქვი და ეს შემთხვევით არ გამიკეთება. საერთოდ რომ გაგვაჩერონ ჩვენ და გაგვანეი ფიზიკურად რომ გაგვანეიტრალონ. მათ გონიათ რომ საქართველოში თავისუფლებისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლა შეწყდება? საუკუნეები არ შეწყვეტილა, ყველაზე უფრო სასტიკი დამპყრობლების პირობებში არ შეწყვეტილა ეს ბრძოლა და რა თქმა უნდა ეს ბრძოლა გაგრძელდება. ეს რაღაცა ჯგუფი განეიტრალდება, ადამიანების სხვა ჯგუფი მოვა და ისე ბატონებს ამ ქვეყნისთვის. ამიტომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მათთვის წაგებული თამაშია. ჩვენი ამოცანა ახლა რა არის, რომ ახლა არ მივცეთ შესაძლებლობა ივანიშვილს ჩამოწეროს საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ალბათ ამის საწინააღმდეგო ხდება, კი ბატონო, რაც მისი ამოცანაა, იმიტომ რომ რუსეთის სურვილია ეს. სალომე ზურაბიშვილთან ერთად პოლიტიკური ძალა 4 სუბიექტი, რომელმაც არჩევნებში მიიღო ხალხის მანდატები, არიან ახლა წასულები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან იწყება ეს ტურნე, როგორც ჩანს. და კონდა ძალიან ღია და ზუსტი გზავნილები სალომე. კი ბატონო, აი ეს პროცესი ანერვიულებს თუ არა მას, აი გერმანიიდან სანქციების მორიგი პარტია დაეწია, ანუ გააქტიურება საკითხის, თქვენც ახსენეთ, მისი ინტერესი არის ჩამოწერა ამ ქვეყნის და უბრალოდ ამ დისკუსიის გაქრობა საქართველოს შესახებ ევროპიდან. რა თქმა უნდა, სანქციებიც ძალიან ანერვიულებთ, თითოეული განცხადებას ძალიან ანერვიულებთ, მათაც ანერვიულებთ და მათ გარშემო აპირებსაც, იმიტომ რომ ეს ხომ არ არის რაღაც იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც მართლა რაიმე მსხვერპლ წირვაზე წავლენ, ესენი არიან კონფორმისტები. რომელთა დიდი ნაწილია ისეთ თანამდებობებზე და ისეთ სიმდიდრის მფლობელები გახდნენ ქართულ ოცნებასთან კოლაბორაციის პირობებში და რუსეთთან კოლაბორაციის პირობებში, რომელზეც თავისი ტვინით და ნიჭით ცხოვრებაში ვერ მიაღწევდნენ. და ამიტომ ახლა სამშობლოს კი არა, სულსაც გაყიდიან, რომ ეს კომფორტი შეინარჩუნონ როგორმე, მაგრამ ხვდებიან, რომ იზოლაციაში მყოფი საქართველოს პირობებში ისინი ამ კომფორტს დაკარგავენ, იმიტომ რომ მათ შელიაბინსკში სიარული არ უნდათ. მათ უნდათ ისარგებლონ იმ თანამედროვე სამყაროს მიღწევებით, ოღონდ როგორ რა უნდათ იცით? თვითონ უნდათ რომ ისარგებლონ ამ თანამედროვე და ჰუმანური სამყაროს მიღწევებით, თორე საქართველოს მოქალაქეები უნდათ რომ მუდმივად იქ დადიოდნენ როგორც მოსამსახურეები, არა როგორც სრულფასოვანი მოქალაქეები. ეს უნდათ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ იმდენად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, რომ იძულებული იყვნენ მათ შორის არალეგალური იმიგრაციის ოჯახები არჩინონ და არასდროს არ ქონდეთ შესაძლებლობა, რომ აი ეს ცივილური სამყარო თანასწორუფლებიანად გამოიყენონ, თანასწორუფლებიანად იყვნენ ამ სამყაროს ნაწილები. თვითონ უნდათ ეს სიკეთეს საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის არ. ეს არ გამოდის რეალურ სამყაროში, კი ბატონო. ხდებიან ზუსტად იმიტომ რომ ეს არის ღრმად გარდა იმისა რომ ეს არის ძალიან ამორალური საქციელი შენთვის რაღაცა სიკეთე გინდოდეს და ქვეყანას ამ სიკეთეს არ თმევდე. გარდა ამისა ეს არის ძალიან უსამართლო და უღირსებო ბრძოლა რომელსაც ისინი ახლა საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებენ. დიდი მადლობა ანა ნასლიშვილს.